თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ მარინე ჩიტაშვილზე თავდასხმას ქართული ოცნება არ წყვეტს. ირაკლი კობახიძე მის სამსახურეობრივი პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს და ღია დირექტივას გასცემს, რომ ის თესეუში ლექციებს არ უნდა კითხულობდეს. შალვა პაპუაშვილმა კი ის რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტად გამოაცხადა. მარინე ჩიტაშვილზე შეტევის საბაბი ფორმულასთვის მიცემული მისი ინტერვიუ გახდა, სადაც პროფესორმა 4 ოქტომბრის აქციის შესახებ ილაპარაკა. სამთავრობო მედიამ კი ამ ინტერვიუს შინაარსის არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინა, რასაც მოჰყვა დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანია ჩიტაშვილისა და ზოგადად აკადემიური სფეროს მიმართ ქართული ოცნების ლიდერების მხრიდან. მარინე ჩიტაშვილის მხარდასაჭერად პეტიცია გაავრცელეს ფსიქოლოგიისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს წარმომადგენლებმა. ლიზი ვეკუა ისაუბრა ჩიტაშვილის კოლეგებს, ის ჩვენს ეთერს უერთდება ახლა. ლიზი კოლეგების მიერ გავრცელებული განცხადების გარდა არის თუ არა ცნობილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოზიციაც ამ პროცესთან დაკავშირებით? Კეთილი, ჩვენ ვესაუბრეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დეკანს, ასევე ვეცადეთ რომ დაუკავშირებოდით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ჯაბა სამუშიას, თუმცა მან ჩვენ ზარებს არ უპასუხა, ხოლო რაც შეეხება ზია წერეთლის განცხადებას, ჩვენი კითხვები ეხებოდა უმეტესად მათ პოზიციას და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოზიციას იმ ბრალდებებზე და პროპაგანდაზე, რომელსაც მარინე ჩიტაშვილის მიმართ ხედავთ ამ დღეების განმავლობაში, როგორც ირაკლი კობახიძის, ასევე შალვა პაპუაშვილის მხრიდან ამ ყველაფერთან დაკავშირებით ზია წერეთლის პასუხი იყო, რომ ეს ყველაფერი არ ეხება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. მარინე ჩიტაშვილმა ისაუბრა მხოლოდ და მხოლოდ მისი აზრების შესახებ, მისი საკუთარი პოზიცია დაასახელა და ისაუბრა ამ ყველაფერზე ფორმულას ეთერში, ამიტომ ის რჩება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორად და ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვერც როგორც თავად ზია წერეთელი და ვერც რომელიმე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელი. კაბტონ მარინამ რამდენჯერმე აღნიშნა, მე მოусმინე ამას და რამდენჯერმე აღნიშნა, რომ პირადი განცხადება და აქედან გამომდინარე ეს არანაირად არ ეხება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებები. იცით რა, რადგან ირაკლი კობახიძემ ახსენა, რომ ასეთი ადამიანები არ უნდა ასწავლდნენ უნივერსიტეტებში, ამიტომ არის საინტერესო თქვენი პოზიცია. გასაგებია, კაბტონ მარინა ჩიტაშვილი არის ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორი და იქნება ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორი, ეს არის ჩემი კომენტარი. ჩვენ ასევე ვესაუბრეთ განათლების სფეროში ჩართულ ადამიანებს, ექსპერტებს, პროფესორებს, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ მარინე ჩიტაშვილს და ამბობენ, რომ ამ ყველაფრით ქართული ოცნება ახლა მხოლოდ და მხოლოდ ცდილობს რეპრესიების ახალი ტალღის დაწყებას განათლების სფეროს მიმართულებით, რადგან ჩვენ რამდენიმე თვის წინ მოვისმინეთ ირაკლი კობახიძისგან, რომ ის აანონსებს განათლების რეფორმებს უნივერსიტეტებში, სხვადასხვა სასწავლებლებში, სწორედ ამ ყველაფრის საფუძველზე საუბრობენ ჩვენთან ჩვენი რესპონდენტები და ამბობენ, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი და ირაკლი კობახიძე და ქართული ოცნება ესწრება, რომ ყველა ინსტიტუციაში ჩაახშეს თავისუფალი ხმა. როგორც ჩანს, ქართული ოცნების გეგმებში ნამდვილად არის ეგრეთ წოდებული რეფორმის ფარგლებში უნივერსიტეტებზე შეტევა და ეს იყო ერთგვარი ნიადაგის მოსინჯვაც. ეს არის მუქარა, იქიდან გამომდინარე, რომ ამას არ აკეთებს რიგითი მოქალაქე, ამას აკეთებს ადამიანი, რომელსაც კონკრეტული ძალიან დიდი ძალაუფლება აქვს და შეუძლია შიშის ატმოსფეროს შექმნა. მე რასაც ველოდები, ეს არის და შეიძლება იყოს მოთხოვნაც, რომ კობახიძემ პაპუაშვილმა ამ შემთხვევაში მოიხადონ ბოდიში. პროფესორის მიერ ანალიზისას გამოთქმულ აზრს შეეცვალა მნიშვნელობა და იყო კონტექსტიდან ამოგლეჯილი. რასაც ჩვენ ველოდებით და მგონია, რომ არის აუცილებელი, არის ინსტიტუციური სოლიდარობა. ინსტიტუციებს ეს ივალებათ საკუთარი ფუნქციიდან, მისიიდან და ვალდებულებიდან გამომდინარე. მათ აქვთ იმისი ვალდებულება, რომ დაიცვან უნივერსიტეტების ავტონომია, დაიცვან კრიტიკული აზრი და დაიცვან პროფესორი ცილისწამებისგან. ეს ხადია ერთი მხრივ არის პერსონალური თავდასხმა მარინე ჩიტაშვილზე განსხვავებულ აზრზე, ზუსტად მის სტატუსზე, აღიარებაზე, მაგრამ მეორე მხრივ ეს არის გალაშქრება საუნივერსიტეტო სისტემაზე, დიდი ხანია განათლების რეფორმას გვიანონსებენ და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს რეპრესიების ტალღა საუნივერსიტეტო განათლებაზე განხორციელდება.
ხორციელდება. სწორედ პროპაგანდა როგორ მუშაობს ახლა ხო ირაკლი ყობახიძე პირდაპირ ტყუილებს იძახის როცა ამბობს რომ თურმე 2013 წლებში მარინა ჩიტაშვილი შევიდა უნივერსიტეტში. რეალურად 99 წელს მიიღო მან პროფესორის სტატუსი. ისტორია გვასწავლის რომ ავტოკრატებს განსაკუთრებით ზულთ თავისუფალი და მოაზროვნე ადამიანები. ამიტომაც არის რომ ვინმე ყობახიძე და პაპუაშვილი მარინა ჩიტაშვილის ადგილს ვერ ხედავს სახელმწიფო უნივერსიტეტში. რაც უფრო დიდია ავტორიტეტი და მაღალკვალიფიციურია პროფესიონალი, კიდევ უფრო აგრძნობინებს მათ სიმცირეს და კიდევ უფრო მეტად ეზიზღებათ მათ თავისუფალი ადამიანები. ამიტომაც ყავს პოლიტპატიმრები და ამიტომაც არის რომ მთელი საქართველო პრაქტიკულად ამ რეჟიმის ტყვეობაშია. ქართული ოცნების მხრიდან მარინა ჩიტაშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც, რომელმაც ასევე სოლიდარობა გამოხატა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის მიმართ. მაყურებელს შევახსენებ, რომ როგორც ირაკლი ყობახიძე, ასევე შალვა პაპუაშვილი აკეთებენ განცხადებებს მარინა ჩიტაშვილთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც ფორმულას ეთერში ისაუბრა პროფესორმა და ისინი მას უწოდებენ როგორც პროპაგანდისტს, ოპოზიციონერ პროპაგანდისტს და ასევე ამბობენ, რომ ის არ უნდა ასწავლიდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.